საღამომშვიდობის პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, დღეს სამშაბათია, ტრადიციულად ხვდებით საღამოს 9:30-ზე. ეთერშია სტუდია ნომერი 8, რომლის სამყვანი გახლავართ თქვენი მონამორჩილი თორნიკე კივილაძე, ხოლო ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან ბატონი გოჩა თეოდორაძე და ბატონი გეგა ხვედელიძე. უწინარეს ყოვლისა მე მინდა მიუსამძიმრო გარდაცვლილი პოლიტიკოსის ბატონ თემურ მაისურაძის ოჯახს ბატონი თემურის გარდაცვალება ის იყო საოცარი პიროვნება დაახლოებით 2 კვირის წინ გარდაიცვალა და სამწუხაროდ მე დამავიწყდა წინა გადაცემაში ამის აღნიშვნა ღმერთმა სასუფეური დაუმკვიდროს და ღმერთმა მისი მონაპოვარი შეუნარჩუნოს ბოლომდე საქართველოს. ასევე არის სასიხარულო ამბავიც, კერძოდ საქართველოს ყავს ახალი პატრიარქი შიო მესამე მეუფე შიო გახდა ჩვენი ახალი პატრიარქი მე მინდა მას უსურო ყოველივე საუკეთესო ღვთის წყალობა ღვთის შემწეობა იმ რთულ გზაზე რომლის გავლაც მოუწევს იმ ესტაფეტის გადაბარება რომელიც მას ერგო უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორისგან და ვისურვებ რომ ის იყოს ნამდვილად ღირსეული პატრიარქი მასზე ამისოთ ყველანაირი მონაცემები და ყველანაირი წინაპირობები გააჩნია მე ერთი რიგითი ცოდვილი ვკადნიერდები და ასე ვაფასებ მის პირველ ნაბიჯებს და რასაკვირველია მეუფე შიო ჩვენი პატრიარქი შიო მესამე იქნება ღირსეული პატრიარქი და ის ღირსეულად გააგრძელებს იმ ჯვრის ზიდვას რასაც პატრიარქობის რანგი და პატრიარქის ჯვარი ჰქვია. მე მინდა პირველი ორი შეკითხვით გეგას მიმართო, შემდეგ კი გადავინაცვლო ბატონ გოჩასთან და უკვე ვისაუბროთ პოლიტიკურ თემებზე. საქართველოს ყავს ახალი პატრიარქი შიო მესამე. როგორი მოლოდინებით ხვდება მრევლი ახალი პატრიარქის აღსახტრებას გეგა? მოგესალმებით, პირველ რიგში მოგილოცავთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებისა და ყველა წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრობის დღესასწაულს. ეს განსაკუთრებული დღეა ქართველი ერის ცხოვრებაში, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში, საქართველოს ცხოვრებაში და შემთხვევითი ცხადია ეს არ არის, რომ ამ დღეს მოხდა სწორედ აღსაყდრება უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა შიო მესამის და მე ულოცავ მას და უსურვებ დღეგრძელ ჯამრთელ ნაყოფიერ მოღვაწეობას ამ წმინდა და საპატიო ადგილას, სადაც ის უფალმა დაადგინა. საქართველოს ეკლესიაში ჩვენ ყავდა ღირსეული მართლაც დიდებული წარმომადგენლები ამ საჭეտ მყრობლის პოზიციაზე მყოფი და მათ შორის იყო ჩვენი ბოლო პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ეს იყო დიდებული მოღვაწე ადამიანი, ერის დიდი მამა და ჩვენი თვალსაზრისით ნამდვილად წმინდანი და მკვიდრიზეცათა სასუფევლისა და ჩვენ ვსასწრებთ უფალს, რომ აი როგორც მოსე წინასწარმეტყველმა 40 წელი ატარა ისრაელის ერი გამოსული ეგვიპტის მონობიდან და ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ატარა ქართველი ერი გამოსული ათეიზმის წვდიადიდან ატარა აი ამ სოფლის წუთისოფლის უდაბნოში და დიდი განსაცდელებისა და ქარტეხილების მიუხედავად მოიყვანა დღევანდელობამდე უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და შემდეგ აღესრულა მოსე წინასწარმეტყველი ჩვენ ეს ვიცით წმინდა წერილიდან და აღთქმულ ქვეყანაში წმინდა მიწაზე მისმა სულიერმა შვილმა მისმა მოწაფემ ისუნ ავესმა შეიყვანა ისრაელის ერი ჩვენ სასწრებთ ღმერთს და გჯერა და გვწამს და ვლოცულობთ ამისათვის რომ სწორედ უწმინდესისა და უნეტარესის შიო მესამის მოღვაწეობისას მისი მოღვაწეობით აღსრულდება ის ნანატრი საქართველოს აღდგინება, გაბრწყინება საქართველოს დიდებაში დაბრუნება ჩვენ გვჯერა და გვწამს რომ აი ეს ადამიანი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე იქნება ღირსეული გამგრძელებლები მისი წმინდა წინაპრებისა ეს არის ნამდვილად ისეთი ადამიანი რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ თქვა რომ ბრძანა მისი აღსაყდრების მის მოსაყდრე დადგინებისას რომ ეს იყო ნება წმინდა დიდმოწამე გიორგისა და ჩვენ გვჯერა რომ დიდმოწამე გიორგის მუდმივი შემწევნელობა ექნება მას ამ საპასუხისმგებლო ჯვრის ტვირთვისას და რა თქმა უნდა საქართველოს ეკლესია და მართლმადიდებელი ერი და მრევლი
უნდა იყოს სრულ მორჩილებაში ეკლესიის იერარქიული მორჩილება საძირკველია ეკლესიური წესრიგისა და ეკლესიური თლიანობისა და ზოგადად ეკლესიაში ყველაფერი წარიმართება მორჩილებით და როდესაც დღეს ჩვენ ვხედავთ აი ამ უკიდეგანო განკითხვის ცილისწამების აი მოდინებას რაც დღეს საქართველოშია ხო ეხლა რაღაც არც მინდა გავიმეორო ის ცილისწამებები და ის ბრალდებები რაც დღეს გაისმის ჩვენი ახალი პატრიარქის მიმართ ეს არის ყოვლად მიუღებელი, ყოვლად ამაზრზელი და დაუშვებელი და ეს მოდის აი არაკეთილი და უწმინდური ძალებიდან, რომელიც ემტერებიან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ ერთსა და ეკლესიას, მაგრამ ღმერთის წყალობით მე მწამს რომ ეს ყველაფერი გადაილახება და დაიძლება და დაუშვებელია, როდესაც შემოდის ეკლესიაში ურჩობა, როდესაც შემოდის განკითხვა და როდესაც მოდის აი ეს დაპირისპირება, რაც დღეს საქართველოში ეს ანგრევს მთელს ჩვენს ერთსა და ქვეყანას და აი ახალმა პატრიარქმა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა შიომ ბრძანა თავის ქადაგებაში, რომ მისი მიზანია სწორედ აი ეს დაიძლიოს, ეს გადაილახოს, ეს დაპირისპირება, ეს პოლარიზაცია, როგორც დღეს უყვართ ხოლმე თქმა და ნამდვილად ჩვენი ილია მეორეც იგივეს ბრძანებდა, რომ ჩემი პატრიარქობის აღსაყდრებიდან მოყოლებული ჩემი მთავარი მიზანი იყო ქართველი ერის მთლიანობის დაცვა და ამ ერთიანობისთვის, ერთსულოვნებისთვის ბრძოლაო და მან ბრძანა ისიც, რომ მე გამოცხადებითად მემცნო, როდესაც ვიყავი ბოდბის მონასტერში, მე ესე იგი ნახე გრაგნილი ხილვისას, სადაც იყო გადმოცემული წინა მხარეს იყო ესე იგი წმინდა ნინო მომაწოდა გრაგნილი, წინა მხარეს იყო ყოვლადწმინდა სამების ხატი და იყო უკან წარწერა ერთსულოვნებაო და ეს არის ღვთისგან ჩვენი მოწოდება, საღვთო მოწოდება იმისა, რომ ერთსულოვნებით იცხოვროს ქართველმა ერმაო და მართლაც აი ყოვლადწმინდა სამებისაებრი ერთსულოვნება უნდა გაგვაჩნდეს ჩვენ ქართველ ერს, ეს არის საღვთო მოწოდება ქართველ ერზე, როგორც წმინდა კვიპრიანელი კართაგენელი ბრძანებს იქ სადაც კვართია უფლისა, არ შეიძლება ეპყროს და ეკუთვნოდეს კვართი იმას, ვინც ეკლესიის ერთიანობას არღვევს და ეკლესიას განყოფს, ერთ ეკლესიურობის დაცვა და ერთსულოვნების ერთიანობის დაცვა, ეს არის საღვთო მოწოდება ჩვენზე გამტკიცებული მთელი ამ სიმბოლიკათა სიმრავლით, მათ შორის კვართის მყოფობით საქართველოს წმინდა მიწაზე და შესაბამისად ჩვენ გვჯერა და ჩვენ სასვევთ უფალს, რომ უწმინდესისა და უნეტარესის შიო მესამის მოღვაწეობისას საქართველო დაადგება ნამდვილად და ივლის გაბრწყინებისა და გამარჯვებისა და ერთიანობის გზით, ერთსულოვნების გზით და ამ ერთსულოვნებაში და ამ ერთობლივად ღვთის დიდებაშია ქართველი ერის მისიაც, ქართველი ერის ყოფობის არსისა და ამისთვის არის საღვთოდ მოწოდებული ქართველი ერი. იმ მოციქულებმა, რომლებმაც საქართველოს ეკლესიაში, საქართველოში შემოიტანეს ქრისტეს ჭეშმარიტი სწავლება და დააფუძნეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მათ შორის წმინდა ანდრია პირველწოდებულმა, ვის ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ, აი სწორედ ეს გზა მიგვითითეს ჩვენ და ამ გზით მოგვიწოდეს სულისკენ და აი ამ გზით მოდის ქართველი ერი დღემდე, ეს არის გზა ქრისტესთვის მოწამეობრივი, ქრისტესთვის თავდადებისა, წევის აღმსარებლობისა და ჩვენში მართლმადიდებლობის აი ამ ურყევი სიმტკიცისა, რომლის მაგალითიც არის წმინდა ელია თესბიტელის სიმბოლურად, სწორედ აი ეს არის მისი ხალენია სვეტიცხოვლში, თქვენ კარგად მოგეხსენებათ სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში იმყოფება ელია თესბიტელის ხალენი და ეს არის სწორედ მოწოდება, ასე განიმარტება, რომ აი როგორც ბოლო ჟამს იქნება მტკიცე დამცველი მართლმადიდებლობისა, ელია ქართველი ერი მსგავსად ელია თესბიტელისა, რომელმაც უნდა იქადაგოს და ამხილოს ანტიქრისტე და ბოროტება ბოლო ჟამს. აი სწორედ ეს მისია ქართველ ერს, რომ ეს ერთეკლესიურობა, ერთიანი მართლმადიდებლობის მტკიცე შეურყვნელი დამცველობა გამოავლინოს და იყოს ერთგული მართლმადიდებლობისა, იყოს ერთგული ქრისტეს სახარებისა და იყოს ერთგული ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და დამოწმებელი ჭეშმარიტი მაცხონებელი სარწმუნოებისა და სასუფეველის გზაზე მომწოდებელი კაცობრიობისა და მე მწამს რომ ამაში ღირსეულწოდებს შეიტანს ჩვენი ახალი პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე ღმერთმა დალოცოს, ღმერთმა მადლი და წყალობა უმრავლოს და მისი ლოცვა კურთხევისა და მწყემსთავრობით ჩვენც შეგვიწყალოს უფალმა და გვატაროს მაცხონებელი სასუფეველის გზით. კარგი გეგა, კიდევ ერთი კითხვა და შემდეგ გადავალ უკვე ბატონ კოჩასთან მომდევნო შეკითხვებით. თანამედროვე ეპოქაში რა უნდა იყოს ახალი პატრიარქის მთავარი ამოცანა?
როგორ ფიქრობთ? დღევანდელობაში მე ვფიქრობ, ეხლა მე არ გავკადნიერდები რომ ვინმეს რაიმე ვასწავლო, ვინმეს რაიმე დავარიგო, მე უბრალოდ ჩემი მხრიდან ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მე მჯერა და მე მწამს, რომ დღეს ჩვენ ერთში და ეკლესიაში არსებული აი ეს გათითოკაცების ეს ურთიერთ შუღლისა და დაპირისპირების მთელი ეს კასკადი, რასაც ჩვენ ყოველდღიურობაში ვუყურებთ და რაც დღეს საქართველოს აფერხებს ღვთისკენ სწავლულ გზაზე, ეს მტრობა და დაპირისპირება გარდა მთელი რიგი სხვა გამოწვევებისა, რაც ჩვენს წინაშე არის. ეს არის უმთავრესად დასაძლევი და ამისთვის მოღვაწეობა მოუწევს დიდად და ღმერთი შეეწიოს ამაში, რომ ეს ერთობა აღდგეს და ეს დაპირისპირება და ეს ხიდჩატეხილობა დაიძლიოს, იმიტომ რომ დიდია ასეთი ხიდჩატეხილობა, დიდია მტრობა ეკლესიაში, დიდია მტრობა ეკლესიის წევრთა შორის, არა მხოლოდ მის მიღმა, შიგნით მართლმადიდებელ ეკლესიის წევრთა შორის. დღეს ჩვენ ერთმანეთის გამკითხელ პოზიციაში ვართ. მრევლი მამებსგან იკითხავს, იერარქებსგან იკითხავს, მღვდლებსგან იკითხავს, მუდმივი შეურაცხყოფაა, მუდმივი ჩასაფრებულის პოზიცია. ეს არის დაუშვებელი და ეს არის დამღუპელი და დამაზიანებელი და მე მჯერა რომ ეს უნდა დაიძლიოს და იღვაწებს ჩვენი ახალი პატრიარქი, იღვაწებს მართლმადიდებელი ეკლესია და ურთიერთსიყვარული და თანადგომა დაგვიბრუნდება და ამაში ყველას ჩვენი წვლილი გვაქვს შესატანი და ყველას ჩვენი სამოღვაწეო ასპარეზი გვაქვს, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ყველა თავის ადგილზეა დადგინებული ქრისტეს მისტიურ სხეულში, ჩვენ ვართ ასონი მისი ქრისტეს სხეულისა და ყველას ჩვენ გვაქვს მოღვაწეობითი მისია ქრისტეს მისტიური სხეულის აღსაშენებლად და სასუფეველის კაცთა შორის განსავრცელებლად, როგორც აი წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებდა, რომ ქრისტემ დანერგა სასუფეველი ამ ქვეყნად და ჩვენ ქრისტიანებს მისი გავრცელება, გამტკიცება და გაძლიერება მოგვანდო და აი ამაში უნდა ვიყოთ თანაშემწევნელნი ყოველნი ერთმანეთისა, ურთიერთჯურის მტვირთელნი და ერთობით განმახორციელებელი ამ დიდი იდეალებისა და სასუფეველის მიზნებისა, რისთვისაც არის ადამიანი მოწოდებული და რისთვისაც გვაუგურთხებს უფალი, რომ ჩვენ დავიმკვიდროთ მარადისობაში მასთან ერთობა და აი ამაში შეგვეწიოს უფალი და დღევანდელი წმინდანები, წმინდა ანდრია პელწოდება და ყოლა წმინდა ღვთისმშობელი, რომლის წილხვედრობის დღესაც დღეს ჩვენ აღოსრულებთ. მადლობა გეგა. ბატონო გოჩა, რამდენიმე დღის წინ საქართველოში ევროპის დღეები ჩატარდა, ეს აღინიშნება მსოფლიოში ეს ასე ვთქვათ ღონისძიება. რატომ ამ მნიშვნელოვანი ქართული სახელმწიფოს ეროვნულსა და ევროპულ ყაიდაზე მოწყობა და დაფუძნება? გესალმები. პირველ რიგში მინდა მეც ამ მილოცვებს შევერთდე დღევანდელი დღე მიულოცო ჩვენს მაყურებელს, რადიო მსმენელს, ანდრია პირველ წოდებულის საქართველოს შემოგზავნებისა და ღვთისმშობლის წილხვედრობის დღე. მიულოცო პატრიარქის არჩევა და ვისურვო, რომ მესამის მოღვაწეობა ყოფილიყოს ჩვენი ერისათვის სასიკეთო. წლების მანძილზე რაც შეეხება თქვენს დასმულ კითხვას, რა თქმა უნდა, ევროპის დღეების აღნიშვნა, რომელსაც ისე ხელისუფლების მხრიდან რაღაც ისეთი ძალიან ცუდი პოლემიკა მოყვება ხოლმე ამ დღის აღნიშვნას და განსაკუთრებით წელს ვნახეთ ჩვენ ეს, რომ ვიღაც თურმე გვიპირებს, რომ ევროპის დღით ჩაანაცვლოს აი ამ 9 მაისი და გამარჯვების დღე და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის. ევროპის დღეც უნდა აღინიშნებოდეს და ქვეყანას სახელმწიფოს, რომელსაც კონსტიტუციაში გვიწერია, ახლა ჩვენ თავიდან მივთვლით, რომ ეს აუცილებლობა არ იყო და საერთოდ არ იყო ამის საჭიროება, რომ კონსტიტუციაში ჩაგვეწერა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი, მაგრამ ჩვენ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენი ადგილი, ჩვენი ქვეყნის ადგილი, ჩვენი ხალხის ადგილი არის ევროპულ ოჯახში და ჩვენ ღირსეული ადგილი უნდა დავიმკვიდროთ ოჯახში. დღეს ხელისუფლება ამ კუთხით რა თქმა უნდა პოზიტიურ ნაბიჯებს არ დგამს და უფრო მეტიც ჩვენ უფრო მეტად და მეტად ვშორდებით ევროპას. ამიტომ თუ ერთხელ კიდევ აი ამ დღეების აღნიშვნა შეახსენებს ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახში, ამას მხოლოდ მხარს უჭერთ და მივესალმებით და სხვა არაფერი. რაც შეეხება ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს, რომ აი მართლაც ვუხარებით მინდა ეს ვთქვა, რომ არ შეიძლება აი დღეს ჩვენ რისი მომსწრე ვართ იმის მომსწრე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აი პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, საერთოდ მინისტრთა კაბინეტის თუ ყველა რგოლი, ყველა მართველი გოლი, ვინც აქვს მათი მხარდამჭერი ტელევიზიებიც მხოლოდ გვეუბნებიან იმას, რომ რაც უდია ევროპა, როგორც უდად იქცევიან ჩვენს მიმართ
და არაფერია აი საინფორმაციო გამოშვებაც ახლა ვიდრე ჩვენი ეთერი დაიწყებოდა მივადევნე თვალი და აქაც ჩვენ ხედავდით რომ კომენტარები კეთდება თუ რაიმე რეზოლუცია იქნა მიღებული ევროკავშირის მიერ ევროინსტიტუტების მიერ ყველაფერზე არის საუბარი რომ ეს არ არის სამართლიანი ეს არ არის სწორი და ამას არც უნდა მივაქციოთ ყურადღება არა და რეალურად სხვაგვარი აღქმა აქვს ჩვენს ხელისუფლებას ამ რეზოლუციების. ეს ხალხი ჩვენ ევროპა რას გვეუბნება? გვეუბნება იმას, რომ დემოკრატიულ ჩარჩოში უნდა დაუბრუნდეთ. ადამიანის ფუნდამენტური უფლებები უნდა იყოს დაცული. პირველ რიგში ამას გვეუბნებიან. არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკები, სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო და სამართლიანი სასამართლო უნდა იყოს პირველ რიგში. აი ძირითადი ეს არის, რომ დემოკრატიულ ჩარჩოში დაბრუნდეს ქვეყანა და არ იჩაგრებოდეს ადამიანი უსამართლოდ და ადამიანს კონდეს გამოხატვის თავისუფლება. ეხლა ხელისუფლება როდესაც ისეთ კანონებს იღებს, რომ ტროტუარზე ადამიანის დგომა დასჯადი ხდება და ამისთვის პატიმრობას შეგიფარდებენ, როდესაც მოსაზრებას გამოთქვამ შენსას, რომელ მოსაზრებასაც რაიმე ქმედება არ მოჰყოლია და არ შეიძლება ადამიანის ესა თუ ის მოსაზრება, გაფიქრება ითვლებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულად და შენ თუ ხელისუფლებაზე ამბობ და თვლი რომ ის არალეგიტიმურია და ამ კუთხით თქვა რაიმე ქმედება არ ჩაგიდენია ხო არის რომ ახლა შეიძლება აზრი გამოთქვა შენი ამას მოყვეს რაიმე ქმედება როცა თვლი რომ არალეგიტიმურია გაიბრძოლო ამ ხელისუფლების წინააღმდეგ თქვა სამართლებრივი ფორმით არასამართლებრივი ფორმით თუ სხვადასხვა რაღაც ქმედება გააკეთო მაგრამ არავითარი ქმედებაც რომ არ მოყვეს შენ ამ საუბარს თუ თვლი რომ არალეგიტიმურია ეს ხელისუფლება შეიძლება დაგაპატიმრო ყოველივე ამის შემდეგ უკვირს ხელისუფლებას და გვიმტკიცებს ყველას ჩვენს რომ ჩვენს უნდა გვიკვირდეს თურმე როცა ევროინსტიტუტებიდან მოდის ესეთ რეზოლუციები და ესეთი მითითებები რომ ჩვენ სამართლიანობის გზას უნდა დაუბრუნდეთ და დემოკრატიულ ჩარჩოში უნდა ვიყოთ მით უმეტეს როცა ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენი ადგილი ევროპაშია ჩვენ გვინდა ევროკავშირის ნამდვილი წევრობა ამას ხელისუფლება პარალელურ რეჟიმში ამბობს ხო ეხლა საქმით სხვას აკეთებს რეალურად სხვას ამბობს თორე ჩვენ ვიცით როდესაც თავად გააკეთეს განცხადება რომ ვაჩერებთ ინტეგრაციის პროცესსო და ეხლა ვაბრალებთ ევროკავშირს რომ ცალმხრივად თურმე მან შეწყვიტა ჩვენთან აი ამ ევროინტეგრაციის პროცესი არა და ჩვენ ვიყავით თვითონ ამის მომხრე პარალელურ რეჟიმში ვიღებთ ისეთ კანონებს სხვა კანონებს, რომელი კანონებიც არ შეიძლება დემოკრატიული ქვეყნის პრინციპებში ჯდებოდეს და როცა ამასთან დაკავშირებით, თქვათ, ევროკავშირის ევროსტრუქტურებისგან სხვა რეზოლუციები მოდის, მოწოდებები მოდის, ვაიგნორებთ ამას და ვამბობთ, რომ ჩვენ აი ევროპა ჩვენ გვთხოვს, რომ ქალი კაცი გახდეს და კაცი ქალი გახდეს და ასე შემდეგ არ არის და რეალურად ამაზე არ არის საუბარი. აკონკრეტებს შემდეგ აი ეს ევროსტრუქტურები იმას, რომ პირველ რიგში დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გვთხოვენ. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას. ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დაცვას. სამართლიან არჩევნებს, სამართლიან სასამართლოს არც ერთი არ გვაქვს ხალხო ქვეყანაში და საფუძველი ხო სამართლიანი არჩევნები, სამართლიანი სასამართლო არის სახელმწიფოს საფუძველი. თუ ხელისუფლების გადარჩევა არ შეიძლება არჩევნების გზით და არადა ჩვენ გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომლის გადარჩევაც პრაქტიკულად არჩევნების გზით არ შეიძლება. იმიტომ რომ საარჩევნო კანონმდებლობა ისეთი გვაქვს მიღებული, რომ არ შეიძლება ეს ბარიერი დაძლიო არჩევნების გზით. და გარდა ამისა, ეხლა აი გვეუბნებიან რომ ჩაატარეს არჩევნები 2024 წელს იყო ეუთოს ოდირის დასკვნა და გვეუბნებიან რომ აი ეუთოს ოდირის დასკვნას რატომ არ ითვალისწინებთ თქვენ ხელისუფლება გვეუბნება ამას რომ ეუთოს ოდირის დასკვნა უნდა იყოს ჩვენთვის თურმე აი პირდაპირ მისაღები დოკუმენტი კი ბატონო მივიღოთ ეს დოკუმენტი ვთქვათ და გავყვეთ რა წერია ამ ეუთოს ოდირის დასკვნაში წერია ის რომ არჩევნები რამდენად ლეგიტიმური და ან არალეგიტიმური იყო ამას მე არ ვაფასებო ეუთო გვეუბნება მე ვხედავ იმას, თქვათ, რა დარღვევები იყო, ან რა იყო მოსაწონი არჩევნებზე და შემდეგ ასახელებს რა იყო დარღვევები და გვეუბნება რომ ადმინისტრაციულ რესურსის ბოროტად გამოყენებას ჰქონდა ადგილი. ზეწოლას გამორჩეველზე ჰქონდა ადგილი. მოსყიდვას ამორჩევლისას ჰქონდა ადგილი. რომ
სასამართლომაც თქვა შემდეგ ერთი ინსტანციის სასამართლომ ამ ხელისუფლების პირობებშიც თქვენ ნახეთ რომ გაჟონვას ჰქონდა ადგილი და ესე იგი ფარულობა დაცული აღარ იყო არჩევნების დროს. აი ყველაფერს ამას როცა გეუბნებიან რომ თურმე მოსყიდვასაც ადგილი აქვს, ეწოლას ადგილი აქვს, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას ადგილი აქვს და ამას ყველაფერს გიწერენ, როგორ შეიძლება ასეთ არჩევნებზე ვთქვათ ჩვენ რომ ეს არჩევნები იყოს სამართლიანი. მაგრამ ამიტომ ამბობ დღეს ხელისუფლებისგან მოსახლეობისთვის ნაცრის შეყრა ხდება ყოველდღიურად. როგორც აი ევროპაზე ახლა გვეუბნებიან რომ ევროპა ჩვენგან ითხოვს რომ ჩვენ ღირებულებებზე უარი ვთქვათ. არ არის ეს ასე. შეიძლება ვიღაცას კონდეს იმის სურვილიც თუნდაც რომ ვთქვათ ევროპის რიგ ქვეყნებში არის ერთსქესიანთა ქორწინებაც და სხვადასხვა და შეიძლება რაღაც საკითხებში ესიც იდგეს რომელზეც შენ სახელმწიფო ამიტომ ხარ ხელისუფალი შენ რომ შენთვის რაც არ არის მისაღები და რაც მიუღებელი ამაზე თქვა უარი მაგრამ ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებზე რაც ადამიანის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლება აზრის თავისუფლება რაც სამართლიანი სასამართლო სამართლიანი საარჩევნო სისტემა აი ასეთებზე უნდა ამბობდე რომ ამას მივაღწევთ და ხელისუფლება დღეს რას აკეთებს აი დღეს ჩვენ დავინახეთ რა გვინდა არ გვინდა უნდა ვაღიაროთ რომ ის ადამიანები პოლიტპატიმრებია ის ახალგაზრდები იმიტომ რომ ბევრი მათგანი დაპატიმრებულია ტროტუარზე დგომისთვის მიტინგზე მისვლისთვის და აი ესეთი დაპატიმრებები როცა ხდება სხვას ვერ დავარქვენ ჩვენ თუ არა პოლიტპატიმარს ხო ასეთ ადამიანს ეს ხალხი უნდა გათავისუფლდეს და როდესაც მოგიწოდებენ ასეთი ადამიანების გათავისუფლებისკენ შენ არ აკეთებ თან დაუსჯელობა გქონდა აი აქამდე გვეუბნებოდი რომ აი როგავას წინააღმდეგ ჟურნალისტი მყავს მხედველობაში და სხვა ის 2-3 ფაქტი რომელიც იყო ეხლა რომ 4 კაცი დააპატიმრეს თუ 5 სპეცნაზის წარმომადგენელი თუ დაცვის პოლიციის წარმომადგენელი მოქმედი თუ იმჟამად მოქმედი და დღეს უკვე აღარ მოქმედი ჩვენ ვხედავთ რომ ეს ნაბიჯები ამ ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლებისგან დაიწყო უკვე იძულებით რეჟიმში როდესაც ხელისუფლებამ ნახა რომ აი ეს ლეგიტიმაციის პრობლემა დაუდგა არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, ხო? ეხლა ეს ახალი არ არის, რასაც მე ვამბობ, რომ ამ ხელისუფლებას ეს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს და ამ ლეგიტიმაციის პრობლემას განიცდის ძალიან მტკივნეულად. და გახსოვთ თქვენ ალბათ მოწოდებები რომ ყველას მოგვიწოდებდნენ რომ უნდა გწნოთ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენ უნდა გწნოთ არჩეულ ხელისუფლებად და ამას მოუწოდებდნენ დასავლეთსაც ვერ მიაღწიეს ფაქტობრივად და ეს რადგან ვერ მიაღწიეს ამას და დასავლეთისგანაც უფრო დიდი წნეხი წამოვიდა ერთადერთი რაც აშინებთ რომ აი ეს სანქციები მართლაც რეალურად მძიმე სანქციები თუ იქნება ამიტომ რაღაც ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს დაიწყეს ნაბიჯების გადადგმა და გონიათ რომ რას ნიშნავს ახლა აი ევროპა შემოვიდეს ჩვენთან დიალოგში ამას ამბობს რისთვის უნდათ ახლა ეს აი განვიხილოთ ეს საკითხები დიალოგში შემოსვლაში გულისხმობენ რას ან პირდაპირ უნდა დაეთანხმო როდესაც ვთქვათ დებატებსაც როცა აწყობენ რამე საკითხთან დაკავშირებით იმას კი არ ითვალისწინებენ შენ რა საკითხს აყენებ ამათთვის დებატები ნიშნავს იმას რომ რაც გააკეთეს უნდა მიხვიდე და დაეთანხმო იმას თუ არ ეთანხმები აგიხსნიან კიდევ ერთხელ რომ უნდა დაეთანხმო ამას ამიტომ და ამიტომ აი ჩვენ ის მომსწრე გავხდით მე არ ვიცი რამდენად მიადევნეთ თქვენ თვალი იმ ფაქტს რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო, როდესაც აი ერევანში შეხვედრები იყო. იმის შემდეგ ზელენსკისთან ქონდა მას შეხვედრა და ამის შემდეგ აკეთებდა ერთ-ერთ კომენტარს, სადაც თქვა, რომ რაღაც კანონებზე უთხრეს, რომელი კანონებიც აქვს მიღებული და ჩვენ სხვა გზა არ გქონდა, ეხლა 5 ჯერ გვიწყობდნენ თუ 4 ჯერ რევოლუციასო. და ამიტომ მივიღეთო ესეთი კანონები. ესე იგი, ამათი მთავარი მიზანი რა არის? როგორმე თავისი თავი შეინარჩუნონ ხელისუფლებაში, ძალაუფლება მათ კონდეთ, ამათ არ მოუწყოს ან რევოლუცია, ან არ წააგებინოს თუნდაც არჩევნები, როგორღაც იყვნენ
თორე ასეთი საფრთხე თუ დადგა, აი ვიღაც რევოლუციას უწყობდა. თქვათ ადამიანთა ჯგუფი თუ რაღაც როგორც ასახელებენ. მიიღეს კანონები, რომ ადამიანს მიტინგზე გასვლის უფლებაც არ აქვს, სადმე საერთოდ თელ საქართველოს აუგზავნეს გამოხატვის თავისუფლება და ამართლებენ, იმით რომ აი ჩვენ გადაყენებას გვიპირებდნენ გარკვეული ნაწილი ადამიანებისა. ამიტომ ყველას თავისუფლება შევზღუდეთ, რომ არავინ ჩვენია ვერც გადაყენებაზე იფიქროს და ვერც გაშვებაზე ხელისუფლებიდან. აი ესეთ ქვეყანაში ვართ, ასეთ ხელისუფლების პირობებში ვართ და კარგი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის ეს სანქციები, მაგრამ ამ სანქციების გარდა მე მგონი ამათ არაფერი არ შველის. სხვა ერთადერთი რა განცდაც აქვს, ნუ იქნება ოღონდ ბუნდიო ეს ფილმი ცნობილი ფილმიდან, ნუ იქნება მიტინგი სადმე ხალხის რაოდენობა არ უნდა იყოს ისეთი ძალიან შთამბეჭდავი, თორე ახლა 20, 30 და 50,000 კაცმა თუ გამოხატა პროტესტი, გამოვლენ და იტყვიან, რომ 2-3,000 კაცი იყო. არ უნდა იყოს 200 და 300,000 ამათთვის. ეს არის პრობლემა და დასავლეთმა საერთოდ უნდა დაანებოს თავი, მიიღოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ისეთი, როგორიც არის. ქვეყნის ხელისუფლება, ესე იგი, ესენი იქნებიან მონათმფლობელები. ამათ რაც უნდა იმ კანონს მიიღებენ, როგორც უნდა დღეს ჩათვლიან, რომ ეს არის კარგი, ამას მიიღებენ, ეს ზოგადად კაცობრიობისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის არის კარგი, სამართლიანი თუ არა, ამას არ დაგიდებენ, თვითონ რასაც ჩათვლიან. ამას მიიღებენ და თელმა ევროპამ, თელმა დასავლეთმა უნდა მიიღოს ეს ხელისუფლება, როგორიც არის, აი ესეთი. იყვნენ მონათმფლობელები, რაც უნდა ისაკეთონ 0.7% ჩვენი მოსახლეობისა, ვინც ამ ხელისუფლებაშია და ამ ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული დაახლოებით 24,000 ადამიანია, ხო ეს პროცენტულად რო ავიღოთ, ამ 24%-ის არის ყველაფერი ამ ქვეყანაზე, რაც უნდა დანარჩენი 99.3%-ს არის არაფერი. ამ ქვეყანაში და გადარჩენისთვის იბრძვის ლუკმაპურისთვის იბრძვის ყოველდღიურად იგვიძებს იმაზე ფიქრით რომ ოჯახი როგორ შეინახოს თავი როგორ გაიტანოს ჯანმრთელობის პრობლემას როგორ მიხედოს სხვა პრობლემას როგორ მიხედოს სამაგეროდ 24,000 კაცი არის ისეთი რომელიც არაფერზე ასეთზე ყოფით არავითარ პრობლემაზე არ ფიქრობს როგორ გამდიდრდეს, როგორ დაჩაგროს სხვა და როგორ გაზარდოს თავის კაპიტალი. კიდე გაასმაგოს და როგორ შეინარჩუნოს თავის თავი ისევ მართლობაში და ძალაუფლებაში, რომ წლების თუ 10 წლეულების მანძილზე არც მას და არც მის შემდგომ მომავალ თაობას ბუზიც არ აუფრინოს ვინმე. აი ასეთ ყოფაში ვართ ეხლა ჩვენ და რეალურად ესენი ციფრებსაც რო საასახელებენ თვითონ გვეუბნებიან ამ ციფრებს. აი ესეთ ყოფაში ქვეყანა იცლება, ყველა მიდის, არავითარი პერსპექტივა ამათ ხელში ამ ქვეყანას არ აქვს. საგარეო კუთხით თუ ავიღებთ, ეხლა რა ხდება საგარეო კუთხით? აი ხედავთ ეხლა 9 მაისს ცხინვალის წარმომადგენლობა, აფხაზეთის წარმომადგენლობა იყვნენ მოსკოვში ჩასული, მის შემდეგ რომ როგორღაც ცხინვალი საერთოდ აღმოჩნდეს რუსეთის შემადგენლობაში, ამაზე მიმდინარეობს საუბარი, თუ ნახეთ რაიმე განცხადება ჩვენი ხელისუფლებისგან. აი ამ თემებთან დაკავშირებით. თუ ნახეთ რაიმე აქტიობა ჩვენი ხელისუფლებისგან, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით. თუ ნახეთ რაღაც აი თუნდაც სინანული იმის გამო რომ კონსტიტუციაში იცით აი 2017 წელს როცა წერდით რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი და ევროინტეგრაცია ამასთან ერთად როგორღაც უნდა თუ ამის ამოღებაზე არ ექნებოდათ საუბარი ამასთან ერთად ისიც უნდა ჩაგვეწერა რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა და მიზანი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაო არა არც არავინ ფიქრობს ამაზე არც ჭირდებათ ეს არ ჭირდებათ, იმიტომ რომ მონათმფლობელ სახელმწიფოს ვაყალიბებთ და ამაში ზედმეტად ეხლა ესეთი აფხაზეთის და ცხინვალის აღყოფნა არც არავის ჭირდება, დამატებით საზრუნავია, დამატებით კითხვებია, დამატებითად მოსათოკი იქნება და ეს ხალხი, ამიტომ ამაზე ფიქრიც ამათ არ აქვს, თორემ მე არც ერთი ნაბიჯი, აი 14 წელია ხელისუფლებაშია ქართული ოცნება.
თუ გინახავთ რაიმე ქმედება, ოდნავ პოზიტივის შემცველი, თუნდაც აი მხოლოდ მარტო საუბრის დონეზე, რომ ამათმა რაღაც ნაბიჯის გადადგმა დაიწყეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით. არა ბატონო, ასეთი არ ყოფილა. ეკონომიკაზე აი გვეუბნებიან, რომ ყოველდღიურად თითქოს წინ მივდივართ და ყოველწლიურად იზრდება სოციალური შემწეობის მომთხოვნთა რიცხვი და ზოგს უკმაყოფილებენ კიდეც. ფაქტობრივად გადავდივართ რაზე დამონებული ვიყავთ ეს ხალხი, ასობით 1000 ადამიანი არის სიღარიბის ღვარსქვევით, ასეთი ადამიანების მართვა ყოველთვის უფრო მარტივია, რაც უფრო მეტად გაუჭირვებ ადამიანს ხმა მიიღო მისგან არჩევნების დროს შედარებით მარტივია, ამიტომ ხელისუფლება გადასულია ამაზე, რომ როგორღაც აი ეს ხალხი უფრო მეტ სიღარიბეში იყოს, თვითონ იყვნენ მარტო გამდიდრებული არჩევნების დროს ეს მარტივია, თუ ვინმე სადღაც პროტესტი გამოხატა, ეს როგორ ხდება, აი რევოლუციას მიწყობენ, ამიტომ ფიქრობენ რა დრაკონული კანონი მიიღონ კიდე, რომ ადამიანს რაიმე თემის გაფიქრებისთვისაც პატიმრობა მიუსაჯონ. აი აქეთკენ მივდივართ ჩვენ, მაგრამ ვხედავთ, რომ თანდათან ეს ზეწოლა ძლიერდება, ეს ხელისუფლებაც ხვდება იმას, რომ ასე იზოლირებულად ქვეყანა ვერ იარსებებს, არ შეიძლება რომ ფაქტობრივად ევროპის არც ერთ სახელმწიფო შენ ხელისუფლებას არ ცნობდეს და ამ ცნობის პრობლემა ძალიან კაფეოთ რომ უდგათ, თქვენ ხედავთ რომ აი მარტო გერმანიის ელჩს რო დაძლებენ, რომ გინდა თუ არა საიტზე გაასწორეთ, რომ პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი სხვა ყავს ქვეყანას ამჟამად და სირცხვილია ეს, რომ 200-ჯერ გახდა უკვე თემა, მთავარი თემა ხელისუფლების მხარდაჭერი ტელევიზიებისთვის აი საინფორმაციოების წამყვან თემად. ეს თუ არ კეთდება, შენ ამას აფიშირება უკეთო კიდე. მაგრამ არის ასეთი პრობლემები, რომ მართლაც ამ ხელისუფლებას არ ცნობს ეს სახელმწიფოები ასეთ ხელისუფლებას არ ცნობენ, არც მათ მიერ ჩატარებულ არჩევნებს ცნობენ სამართლიანად, არც იმ კანონებს ცნობენ ნორმალურად და აი ეს აწუხებს ხელისუფლებას, ამიტომ უნდა არ უნდა ეხლა რაღაც ნაბიჯების გადადგმა მას მოუწევს, მე არ ვიცი ეხლა რას ეტყვის დანარჩენებს, აი თავის მხარდამჭერებს რას ეტყვის. 2 წელიწადია გვეუბნება, რომ ვერ მოახერხეს ამოცნობა იმ სპეცნაზმელების, რომელმაც ამ ხალხის მიმართ ესე ძალიან ცუდად იმოქმედეს და დანაშაულებრივად. ეხლა როგორ ამოიცნეს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ამ ამოცნობის შემდეგ მათთან ერთად ვინც მოქმედებდა, უკვე ის რო იმის მოლოდინშია, რომ მე შეიძლება მერე ვინმე დამაპატიმროს ასეთი დავალებების შესრულების დროსო, მათ რას ეუბნებიან, ეს ალბათ ძნელად მისახვედრი არ არის, რომ რა მოყვება ამას, ასე ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც და თანდათან რაც უფრო გაღრმავდა პრობლემები, ჩვენ ნახეთ უკვე 2012 წელს ხელისუფლებაში მოსული ქართული ოცნება, იმიტომ რომ წინა ხელისუფლებისგან შეიქმნა ბევრი პრობლემა ხო ქვეყანაში. და პირველ რიგში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შეიქმნა ეს პრობლემები, სახჯერ აღსრულების დაწესებულებაში, რომელიც აღიარა წინა ხელისუფლებამ თვითონ რომ ეს პრობლემები იყო, ეხლა უკვე დამთავრდა, ყველა ზღვარს გადაცდა, აი ყველაფერს, ყველა რაღაცის მტკიცებას, რაღაც გასაჭირს, ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს, ხო? ეხლა უკვე დავამთავრეთ ალბათ ის პერიოდი 14 წელია გვიძახიან, რომ ის ხელისუფლება იყო და ბოროტი ხელისუფლება, ჩვენ კარგი არა ვართ, მაგრამ ის ბოროტი მოდის და ამიტომ ჩვენ უნდა აგვირჩიოთ. აი ეს თემა უკვე ყოველგვარ ზღვარს გაცდა და უნდა დასრულდეს. და ამის შემდეგ რა მოტივით უნდა აირჩიო, თქვა ქართული ოცნება უკვე ისიც დასრულდა, რომ აი ჩვენ თუ არა ომი იქნებოდა, ჩვენ თუ არა ომი იქნებოდა, არ არის ეხლა ეს. ანუ მტრის ხატები აღარ მუშაობს ამ ხელისუფლებას. 2022 წლიდან მოყოლებული, როდესაც აი ეს რუსეთ-უკრაინის ეს ომი დაიწყო, ამის შემდეგ ხელისუფლება შეეძლო, ასეთი თქვა, იყო მართლაც რამოდენიმე თვიანი პერიოდი, როდესაც ომში ჩართული უკრაინა ცდილობდა, რომ ესეთეს ბევრი ქვეყანა ჩართულიყო ამ პროცესებში, მოლდოვას ჰქონდა ასეთ შეთავაზები, ჩვენც და სხვა და სხვა, მაგრამ აღარ არის ეს რეალობა, არც ევროპისთვის არის, არც სხვა მინუს და არც უკრაინა ასეთ მოწოდებებს აღარ აკეთებს. ახლა რა უნდა გითხრან, რომ ესენი თუ არ იქნებიან
ომი იქნება ან ესენი თუ არ იქნებიან ისევ ნაციონალური მოძრაობა Deep State-საც აღარ ახსენებენ რაღაც დაგარგა ნაციონალური მოძრაობაც უკვე აღარ არსებობს არა თვითონაც ამბობენ რომ ფაქტობრივად ეს ნაციონალური მოძრაობა არ არის კაცო არჩევნების დროს პარტია რომ 5%-იან ბარიერს ვერ ცდება რეალურად ამ 5%-თან არის როგორ შეიძლება დამარცხუნო იმაში რომ მე თუ არ ვიქნები 5%-იანი ნაციონალური მოძრაობა მოვა ხელისუფლებაში რომელიც ნაციონალურ მოძრაობასაც მინიმუმ 51% ჭირდება ხელისუფლებაში მოსასვლელად და რეიტინგი 5-იც არ აქვს და როგორ უნდა მოვიდე? ნუ რეალურად ეხლა როგორც ყველა ავტოკრატიულ რეჟიმს შეეფერება, ანუ რეჟიმს რომელიც მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებს და საკუთარ მოსახლეობაზე განავრცობს თავის უკონტროლოდ დიდ ძალაუფლებას და ჩემი თვალთახედვით ნამდვილად ახლა დიდი კრიტერიუმები აქვს, ესე იგი ავტოკრატიასთან მიახლოებული ქართულ ოცნებას, მე ესე ჩემი ხედვა ეს ასეთი მთელი რიგი ესე იგი ფაქტორებიდან გამომდინარე რამოდენიმე მთავარი საკითხია, რაზეც ჩვენ უნდა ვედავოთ ამ ხელისუფლებას, ჩვენ თუ გვინდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. პირველი რაზეც წეგან შენ საუბრობდი, თუნდაც ის რომ ჩვენ არჩევანის უფლება გვაქვს წართული, მაგრამ გაყალბებული არჩევნები დღეს ვიღაცას უნდა დაგვანახოს, რომ შეიძლება შეიცვალოს ელექტრონული ყუთით და რა იდეალურადაც არ უნდა ჩატარდეს პროცესი იქ, სულ რომ არც ერთი ყალბი ბიულეტინი არ შევიდეს და მართლაც რომ ელექტრონულმა სისტემამ იდეალურად დათვალოს ყველაფერი. ეს არაფერს არ ნიშნავს და ერთი ხმაც კი რომ ზედმეტი არ დაამატოს ქართულმა ოცნებამ. მე მაგ ნაწილზე მეტად მაინტერესებს ის მეორე ნაწილი, შენც წეგან რაც ახსენე, ის რაც არის ადმინისტრაციულ რესურსზე ზემოქმედება, მოსახლეობაზე სოციალური გაჭირვებით მანიპულირება, როდესაც შენ ადამიანს ეუბნები, რომ იმ ბოლო ლუკმასაც გამოგაცლი, თუ შენ მე ხმას არ მომცემ, შენ ყველა ცხოვრების პირობებს წაგართმევ, თუ შენ ჩემი ამომრჩეველი არ გახდები, შენ თუ აქციაზე გახვალ სამსახურიდან გაგაგდებ. ეხლა უამრავ ადამიანს ვიცნობ, კაცო სკოლის დირექტორები რო იბარებენ მასწავლებლებს და რო ეუბნებიან, რომ ხვალ არჩევნებზე აბა დარაზმე მთელი შენი ოჯახი და წადი და ხმას ათითაო და თან ისიც ხება ფოტო უნდა გადაუღო და რაღაცეთ უნდა წარუდგინო მე ამ დირექტორს რომ იმან პარტმუშაკებთან თავისი ანგარიში ჩააბაროს. აი ეს არის გაყალბება. ეს პროცესი გვაქვს ჩვენ წაგებული დღეს, იმიტომ რომ ხელისუფლება ყველაფერს არის დაუფლებული და დაპატრონებული და ამის გამოსწორება მხოლოდ იმ შიდა რეფორმით, ცესკოს გარდაქმნით არ მოხდება. ეს უფრო დიდი და ფართოსა და ამაზე ეს როგორ უნდა მოხდეს? ამაზე ძალიან ბევრია სამუშაო. ამაზე თუნდაც ისია სამუშაო, რომ თვითონ სახალხო კონტროლი, სახალხო ზეწოლა და პრესინგი ძალიან დიდი უნდა იყოს თითოეულ იმ ადმინისტრაციული საჯარო მოხელეზე ხალხისგან უნდა ხედავდეს შიში უნდა ქონდეს ხელისუფლებას ხალხის დიდი სახალხო წინააღმდეგობის სახალხო ერთიანობის თუ 100,000-ობით ადამიანი ქუჩაში არ გამოვა თუ შიში არ გაუჩნდება ქართულ ოცნებას ამ სიტყვას ხო იდეალურად შეეფერება თვითონ ქართული ოცნება რაც ბიძინამ დაირქვა ეს არის სრულად იდეალური შესაფერისი ესე იგი სახელწოდება ამ ხელისუფლებისათვის რომელიც მუდმივ ოცნებაში ამყოფებს ქართულ ხალხს დათა თუთაშხიას ლიტერატურული ანალოგია ყოველთვის იდეალურად მიესადაგება ხოლმე ეს ჭაში რომ ყავს ზებუ რომელმაც უნდა დარეკოს ზარი როდესაც ეს რა ქვია გვირაბი გაითხრება მაგრამ ყველა მიცის რომ ეს გვირაბია არასდროს გაითხრება მაგრამ რაღაცა მოლოდინით შეშწიცინებენ რომ ეს გვირაბი აუცილებლად და მაშინ დარეკოს მაგრამ ისიც არის ეს ხალხმა ეს დარეკვის შემდეგ რა მოხდება მაგრამ ჯერად რადგან არკიპომ თქვა რომ ეს ზარის დარეკვა მათთვის სანატრელი სანუკვარი მიზანი მთელი ეს ხალხი ბრბო შეშწიცინებს მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ ქართულ ხალხს და ბრბოდ არ მოვიხსენიებ მაგრამ ნამდვილად ბრბო არის ის პროპაგანდა აგიტატორები ქართული ოცნებისა და ნამდვილად უსინდისო ხალხია რომლებიც გვაჯერებენ რომ დღეს საქართველოში ყველაფერი იდეალურად არის საქართველო მიმართული არის რაღაცა утоპიური ოცნებების ასრულების მიმართულებით და ჩვენ გვინდა რომ ესე იგი ეს დაგვაჯერონ რა ჩვენც აი ეს დაბადებულებზე ვამბობ ეხლა სპეცნაზის წარმომადგენლები რომ ეხლა დააბადებს ეხლა რა მოტივად რა გვითხრეს აი რაღაც ცვლილება პატარა კარუსელი დატრიალდა ხელისუფლებაში ჩვენ ნახეთ რომ შინაგან საქმეთა მინისტრი წავიდა უშიშროებაში უშიშროების ხელმძღვანელი წამოვიდა როგორც ყოველთვის ქართულ სახელმწიფოს ძალიან დამახასიათებელია ბოლოს მინისტრად და თურმე აი ამ სახელმწიფო მინისტრად რო წამოვიდა ამან გამოიწვია ბიძგი მისცა იმას რომ რაღაც სამართლიანობის აღდგენა დავიწყეთ და არა და რა ხდებოდა თურმე შინაგან საქმეთა მინისტრი არ აკეთებდა ამას, ხო? შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გამოეხატა ეს სწორი პოზიცია და დამნაშავე დაეპატიმრებია. შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ამას არ აკეთებდა
და ეხლა უშიშროების ხელმძღვანელს, რომელიც სახელმწიფო მინისტრად წავიდა, მას მოუწია, რადგან კოორდინირებას უკეთებს ორივე ამ სტრუქტურას, რომ მათთვის მიემართა ეს ნაბიჯები გადადგით, ახლა გადაიდგა ეს ნაბიჯები, შინაგან საქმეთა მინისტრი არ აკეთებდა, მაგრამ ის შინაგან საქმეთა მინისტრი წავიყვანეთ და უშიშროების უფროსად გადავიყვანეთ. აი რაღაც საოცრებები ხდება, ისე თუ არ აკეთებდა მაშინ სად მიყავს ან იგივე თანამდებობაზე, ან დასაწინაურებელი თანამდებობაზე. და თუ არა და რატომ მეუბნები, რომ აი ახლა ამან მისცა ბიძგი. ზოგადად ბიძინა ივანიშვილმა ეგეც დაგვაჯერა, რომ ესე იგი ისიც ხო იყო კაცო კობახიძე ხო გამოდიოდა და იძახდა deep state-დან ზარი გაისმა და პრემიერ-მინისტრი დავნიშნეთო. ანუ ამათმა ჩვენ დაგვაჯერეს, რომ ესე იგი რაც არ უნდა დაგვაჯერეს კი არა შეგვაგუეს უფრო ზუსტად რა. ამათმა შეგვაგუეს, რომ ესე იგი ერთ წმინდა წერილში არის ესეთი ციტატა რა, რუსი ქალის ზნე ესეთია, შეჭამს პირს მოიწვენს და იტყვის ცუდი არაფერი ჩამიდენიაო. აი ესე იგი მე ეს წლების განმავლობაში რაღაცები უნდა ვაფუჭო, მე რომ უნდა გამოვიდე ბრიფინგი ჩავატარო, ვიღაცებს ხელი შევაწმინდო და დამთავრდა გავსუფთავდი, გავიწე და ხვალიდან ახალწლოვანი არ ვიყავი მაშინ ძლიერი. ეხლა ორ ფეხზე დგომით მივდივართ და ამ დროს ხედავთ რომ საოცრების ასრულების წლები იწყება ეხლა. დერეფან დავდებით უკვე ევროპის სხვა ქვეყნის სხვა ლიდერს, რომ იქნებ გამარჯობა გვითხრას, ხელი ჩამოგვართვას, ან 20 წამიანი და 30 წამიანი რაღაც გაბაასება მოხდეს მათთან, რომ ეს დავანახოთ ამ ქვეყნის მოსახლეობას და ჩავთვალოთ, რომ ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია და ურთიერთობის დალაგების წინაპირობა ამა თუ იმ ქვეყანასთან თუ მთლიანად ევროკავშირთან. ბატონო გოჩა, მეც დავაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას 2 წუთი გვჩება. ნამდვილად ევროპული განათლების სისტემა, ევროპული ჯანდაცვა, ევროპული შრომითი კოდექსი და შრომითი უფლებების დაცვა არის ის ერთ-ერთი მთავარი მონოპოლი, რომელიც გააჩნია ამ კონტინენტს და ამ კონტინენტის წარმატებულ ქვეყნებს და მაშინ როდესაც გვიცხადებენ, რომ ევროპისკენ სვლა ეს არის არასწორი ნაბიჯი, ბუნებრივია ჩვენ უნდა შევახსენოთ, რომ სწორედ ევროპულმა სახელმწიფოებმა შეძლეს წარმატებული და ცივილიზებული სახელმწიფოს მოდელების შექმნა და ჩვენ აუცილებლად უნდა გადმოვიღოთ ეს მოდელები ჩვენს ქვეყანაში და მაშინ როდესაც გვიცხადებენ, რომ ესე იგი ევროპა მაინც და მაინც მოითხოვს ამ ერთნაირისქესიანთა ქორწინებას და ბავშვების შვილად აყვანას, აქ უნდა უთხრათ ჩვენ მათ, რომ ეს ასე არ არის და ასე ვთქვათ, საჭიროა იმ მოდელების გადმოღება, იმ ჯანდაცვის სისტემის მოდელის გადმოღება, განათლების სისტემის მოდელის გადმოღება და სხვა მნიშვნელოვანი სიკეთეების გადმოღება, რაც არის ევროპულ სახელმწიფოებში და რაც არის ცუდი მახასიათებელი, ამას ასაკვირველია ჩვენ არ მივიღებთ და არ შევეგუებით. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს გაწეული სამსახურისათვის. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ბატონებო, ბატონო გოჩა, ბატონო გეგა, მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს. გვიხარია რომ თვალს ადევნებთ ჩვენს გადაცემებს და აქტიურად გვიკავშირდებით, წერთ კომენტარებს, პირადად გვიკავშირდებით და მადლობას მოგახსენებთ ყველაფერ ამისათვის. უკეთესი ხვალინდელი დღის იმედით გემშვიდობებით ბატონებო და კიდევ მოგილოცავთ იმ დღესასწაულებს, რომელიც დღეს არის და გისურვებთ რომ უფალი იყოს თქვენი შემწე. კარგად ბრძანდებოდეთ. მშვიდობა გქონდეთ და καλό ბრძანდებოდეთ.